რასთან დაკავშირებით ცდილობენ, რომ ხმის უფლება ჩამოართვან სლოვაკეთს. სლოვაკეთმა მიიღო კანონი ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესახებ. აკრძალვის შესახებ. აიმსახურებენ. და ამის გამო ევროკავშირის ელიტა და გარკვეული ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ, რანაირად შეიძლება სლოვაკეთი დასაჯონ. წარმოიდგინეთ, რომ მათ მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება მათ სულისკვეთებას და პოლიტიკას. ეხლა უყურეთ. მოკლედ ვიტყვი ძალიან 2026-30 წლის სტრატეგია რო გამოაქვეყნეს LGBT-თა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ არასრულ პირდაპირ გადმოვიდა ის ამერიკაში რაც ხდებოდა. არა მარტო ომი გადმოიბარეს, მაგათი უფლებების გადმოიბარეს. გარდა იმისა, რომ მცირეწლოვნების რაღაცა უფლებებთან დაკავშირებით მათი უფლებები გაზარდეს, როგორ შეუძლიათ მშობლების გარეშე სქესის შეცვლისა, პირდაპირ ვალდებულებები ჩადეს რა? ერთი, რაც აი მახსოვს და მოკლედ ვიტყვი. მათთან დაკავშირებით აუცილებლად ცალკე სკოლების აშენება არის დავალებული, საავადმყოფოების აშენება არის დავალებული და მემორიალები დამახსოვრდა განსაკუთრებით მტკივნეულად. ანუ ყველას ავალდებულებენ, რომ მემორიალები გახსნან იმ ადამიანების საპატივსაცემად, ვინც აი მაგალითად LGBTQ+-ის წარმომადგენელი ეს ტიპები ვინც არიან, ვინც იბრძოდნენ, გარდაიცვალნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას აკეთებენ ევროკავშირში თავის ქვეყნების მიმართ ძალადობით. და დღეს ერთი ადამიანი მათ შორის საქართველოში თუ ვინმე ჯერა, რომ ჩვენ რო გვეუბნებოდნენ, რომ ეს კანონი რა შუაშია, რატომ მიიღეთ? ეწერა ჩვენ მოთხოვნაში. კი, ჩვენ მოთხოვნაში ეწერა, კაცო. ეხლა ხომ მაინც ფაქტია და ამას ვეღარ გავექცევით. ანუ თუ სლოვაკეთი ევროკავშირის წევრ ქვეყანას ჯიან ამის გამო. ჯიან იმის გამო, ჩვენ რატომ არ დავჯიან? ვინა ვარ? 3 მილიონიან ქვეყანას ეგრე ისეთ მემორიალებს დაგვადგმევინებენ გადაკეთებულ, მაგრამ ეს არასოდეს არ იქნება.